ბერმუდის სამკუთხედი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი საიდუმლოა. ამ ადგილს ხან სინკვდილის სამკუთხედს, ხან აუბედით სხვას უწოდებენ, ხან კი ატლანტიკის სასაფლაოდ მოიხსენებენ. ეს დედამიწაზე ყველაზე გასაოცარი და საიდუმლო რაიონი ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობს და შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე, ბაჰამების გავლით. 1945 წლის შემდეგ ეშმაკის სამკუთხედში 10-ზე მეტი თვითმფრინავი და გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი გაქრა, ხოლო 1000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. საოცარი ისაა, რომ ყველა უბედური შემთხვევა ერთმანეთს გავს. გაუჩინარებელი ხომალდები სამუდამოდ ქრება, ხოლო თვითმფრინავების შემთხვევაში საწვავის კვალიც კი არ რჩება ოკეანეზე, რაც ჩვეულებრივ მთავარი მანიშნებელია უბედური მოვლენის ადგილის ამოსაცნობად. ადამიანები ცდილობენ სხვადასხვა გარეხსნა მოუძებნონ ამ უცნაურ შემთხვევას. დროთა განმავლობაში ამ ავარიების ასახავად რამდენიმე განსხვავებული თეორია შეიქმნა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ბერმუდის სამკუთხედი კომეტის ეფექტის ქვეშ იმყოფება. არსებობს აზრი, რომ ათასობით წლის წინ სწორედ ამ რეგიონში ღია კოსმოსიდან ჩამოჭრილი კომეტა ჩამოვარდა. ამ თეორიის მომხრეებს ჯერათ, რომ სადღაც ოკეანის სიღრმეებში კომეტიდან ნარჩენები კიდევ არსებობს და სწორედ მისგან გამოწვეული ელექტრომაგნიტური მოცულობა იწვევს კატასტროფებსა და ხომალდიდან წამოსული სიგნალების ჩახრობას ბერმუდის სამკუთხედში. სკეპტიკოს და არც ის მცირერიცხოვანი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მისტიური ამ კატასტროფებში არაფერია და ყველაფერი პილოტთა და გემის კაპიტანთა მიზეზით ხდება. მეწით სკეპტიკოსთა აზრით, ბერმუდის სამკუთხედის გარშემო არსებული კუნძულების სიმრავლე, რომლებიც ძალიან გავს ერთმანეთს გზის გაგნებას, აძლიერებს ცუდი ამ ინდიამ თეორიის მიხედვით, ბერმუდის სამკუთხედის უცნაურობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ახსნაა. ატლანტიკის რეგიონი ცნობილია შტორმებით, ქარიშხლებითა და საშინელი ამინდით. მძინვარე შტორმების მეშვეობით ხშირად წარმოიქმნება ტალღები, რომელთა სიმაღლე 45 მეტრს და მეტსაც აღწევს ხოლმე. ამას ემატება ოკეანის მძლავრი დინებას და იქმნება პირობები, რომელთგანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია. ოკეანის სიღრმეში კი ერთი საფრთხე იმალება. აქ არის ატლანტიკის ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილი პუერტო-რიკოს ხომალდი, რომელიც 8605 მეტრს აღწევს. ასე რომ თუ კი გემი ან თვითმფრინავი ჩაიძირება, სრულიად შესაძლებელია უყოლოდ გაუჩინარდეს.